მოგესალმებით. ამჯერად ვიმყოფებით კიკეთში და იმგზავრეთ კიკეთში ჩემთან ერთად. ამოიხედეთ კადრში. უნდა მოვინახოთ კიკეთის ფერმა, ასე რომ გადავკრებით. ანუ უბედნიერესი ვარ ხოლმე, როცა ქალაქიდან გავდივარ. მეგობრებო, ძალიან ვიხარია. მანქანების ხმარო არ მისმის მაგაზე კარგი არაფერი არ არის და დასუფიცა ვარ და გირჩევით რომ თქვენს დააღწიოთ ქალაქის მარწუხებს თავი. ძალიან ახლოს თბილისთან იხილოთ ესეთი მშვენიერი ადგილები. გითხარი ორი სიტყვა კიკეთის ფერმაზე თუ შეიძლება. ძალიან მოწონს და აქ ხშირად ამოვა. არ ფუნქციონირებს ეს თორე დაუჯდებოდით და ვიქანავებდით და უცებ ოპა ეგეთი ამბავი იჩითება. რაც ძალიან მომწონს. მეგობრებო 1960 წელი როლს ისე ვოგა რამდენი ხანია არ მინახავს. კარგია რა. და მოვადექით ცხენებს. ცხენები არავის არ გაგიკვირდებათ. აუ ძალიან კარგი ადგილია მართლა, აი. ძალიან დიდი ხანია ჩემი რეჟიმის გამო თბილისს არ გავცდენილ ვარ. და ძალიან ახლოს რო არის ქალაქთან ეგეც ხო ძალიან კარგია და ძალიან ბევრი ძალიან და ძალიან ვამბობ და უკვე აი აქ არის მართლა. მიესალმეთ მეგობრებო. ნახოთ რა ხდება. ეი. კბილები დამიკრიჭა რა ტიპია. I'm sorry mama. წვიმა წამოვიდა. კიდევ არ გამიმართლა, არ გაგვიმართლა. და რამეს უნდა შევაფაროთ ახლა თავი. მაგრამ იმდენად ლამაზია ქაურობა, რომ დიდად არ ვღელავთ რა თან. ესეთ ოდას შევაფარეთ თავი. ესეთ ბუნებაში ვართ. აი. ამოდით. დავინაცვლოთ შემდეგ სახლში. ჩიტების ჭიქჭიქი როგორ მომნატრებია. მოვადექით ჩანჩქერს. ძალიან სუფთა არტერიც გააჩნია ქაურობას. ველანა ბიჭზე რაღაც ძალიან კარგი სანახაობა გვხდება და აი აქ ჩვენი თათული საქანელით მოიხიბლა და უცებ აი ეგეთი ამბავია რა.
აქ ერთი კეთილშობილი ადამიანი გავიცანით, რომელმაც ესეთი სიტყვები თქვა, რომ აი ესეთი შრომა უნდაო, რომ ყველაფერი ესეთი ლამაზი გქონდესო, როგორიც აქაურობაო და უთხრა, რომ 100%-ით მართალი ხარ, თქო და. ხო, თავარია შრომა ხალხო და უნდა ვიშრომოთ აუცილებლად და ჩვენი ქვეყანა ესეთი მოწესრიგებული და ლამაზი იყოს. რაღაცა ძალიან საგრძელოსავით გამომდის, მაგრამ რა არის ამაში ტყუილი, რომ უბრალოდ ძალიან დიდი შრომა ჭირდება იმას, რომ ყველაფერი იყოს ესეთი კარგი. ეს შემოვიჭერით და რაღაცა აკრძალვის ნიშანიც გამოჩნდა გვირილების პატარა მოედანივით არის და იქვეა აკრძალვა და იმედია რამე საშინელი არ აწერია. რა ხათი, ცეცხლი არ დაანცოთ. კი ბატონო, შეიძლება ეგ იყოს. ეგ არის და აი ესეთი ძალიან საყვარელი ადგილია. ასნაირად მაინც ასწორა და მზე გამოვიდა რა. უღრმესი მადლობა. ბუნებას, დედა ბუნებას. Писо. მოხვედი? მოდი. Пис. თანდა? მოდი ჯერ. Why bichigina choni? Why bichigina choni? Tuga. Hey. Sad gesiana. Oh yeah. ხორღადა აბრამაგარია. კიდე ვიხლა. აი სიზმრებში რომ ინახავს ეგეთი ადგილია მართლა. ჩვენი მოგზაურობა გიგეთის ფერმაში დასრულებულია. ძალიან გაასწორა და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით კიდევ ერთი და ალბათ ბევრი მოგზაურობის ვიდეოთი. თავიდან გადაიღე. რატო?